მოკლედ მოგესალმებით მეგობრებო, დიდი ხანი დაკარგული ვიყავი და საინტერესო რაღაცა ვნახე ახლა შემემთხვა ზუსტად რამდენიმე წამის არა და წუთის წინ შეიძლება რა ხდება ახლა და ხდება ესეთი რამ რომ ზივარ კაცო გამოვედი ოთახის მეორე ოთახში ჩვენი მოპირდაპირე ოთახი ისე ახლო იყო ერთმანეთთან რომ იქ რომ მოწიეს ჩვენთან შემოვიდა და გამოვედი რომ მეთქი რაღაცა სუნი არ მესიამონა რა ზივარ ახლა ფანჯარა სადაც ღიაა და გავიხედე არ შემოლაგდა ერთი 20 ინდოელი სტუდენტი ვკითხე საიდან ხართ მეთქი რა და ინდოეთიდანო და რასაკეთებთ მეთქი აქ და უნივერსიტეტიდან ვართო სწავლობთო ბიჭო არ ვიცი რა ეს ვიდეოც გადავიყე ერთი 20 რო ერთად მიდის და ისა გიდი ყავს ინგლისურ ენაზე რა ბიჭო ჯერ ერთი თუ აქ მოგყავს ვიღაცა სტუდენტი უცხოელი კეთილი ინებონ და ქართული მაინც ისწავლო და ქართულ ენაზე ისწავლო ჩვენ არ გვჭირდება ამდენი ინდოელები რა ამდენი ტურისტი ინდოელი არ გვჭირდება ხალხო არც ტურისტი პაკისტანელი და არც ტურისტი ვინმე რომელიც ტურისტი არა ეს სტუდენტია და სტუდენტებს მე იმის უფლება ეძლევათ რომ დარჩნენ ხალხო და მე რას გეკითხებით იცი ბიჭო ქართველს ვერ დაინახავ ამდენ პრაქტიკანტს ერთად ეხლა ესენი ხო დაახლოებით ყველა საექიმო იმაზე სწავლობს სამედიცინოზე რა 20 ჯგრო იყო ინდოელი როდესაც 20 ინდოელი აქ მოდის და სწავლობს სამედიცინოზე ხო აქედან 15 რჩება ხო ამათ ხელში ჩავარდებით ჩვენ ანუ წარმოიდგინე სულ რაღაც ცოტა ხანში ამათ ხელში გვიმკურნალებო ყველგან გესმით რა ხდება ჩვენ აღარ გვეყოლება ქართველი ექიმები ისედაც რას უქნიან გამჩენს არ უქნიან ეს ექიმები და კიდე ამათ ამცირებენ კაცო ქართველებს არ იღებენ ქართველებს რატო არ დაატარებენ ესე და პრაქტიკებს რატო არ მე არ მინახავს ქართველი ესეთი ჯგუფი რომ აქ მოეტარებინოთ ვა მე არ ვიცი რა ჩვენ მაგარი დარღეული კი არა გვაქვს შო აღებული ვართ რა აი ამიტომ მომახვედრა ღმერთმა აქ ეთყობა რომ დამენახა ეს რა აი ხო თუ გამოივლიან დაგანახეთ იმათაც შორიდან რა ახლოდან ვიდეო გადავიღე მაგრამ არ ვიცი არ მაქვს უფლება რომ ეხლა მაგათი ვიდეო ვაჩვენო აი აქ ვიჭექი ამ ოთახში შევლაგდნენ და შემდეგ გამოლაგდნენ და წავიდნენ აი ესე ჩამოივლიან ახლა თელ იმას საავადმყოფოს ღმერთო შეგუშველე რა ამას როგორ უწყობთ ხელს ბიჭო ამას როგორ უწყობთ ხელს ანუ საერთოდ რატო უწყობთ ამას ხელს ხო არ ვიცი ჩვენ კი არა ჩვენ ჩვეულებრივი ხალხი ჩვენ კი ჩვეულებრივი ხალხს კი არ ვეკითხები კაცო აი ამ რა ქვია მაგას საავადმყოფოს ვინც არის რა მფლობელი ამის მფლობელი რატო აძლევს მაგის უფლებას რომ აქ ინდოელები შემოატაროს და მთელ ავადმყოფების მოავლევინოს მაგათი რა ვიცი მე ჭანდაბა რა დაავადებები შემოაქვთ მაგათი მითხარით რა ავადმყოფებთან რატო უშვებენ ამ ხალხს ამათ ხო ისეთი დაავადებები აქვთ რომ ჩვენ ჯერ ეგენი არა გვაქვს ჯერ ამაზე გატესტონ და ჯერ ამაზე გამოიკვლიონ ესენი და მე ავადმყოფებთან მიუშვა როგორც ექიმები რა თუნდაც იყვნენ სტუდენტები ბიჭო და მე მოიმატაო რაღაც კანის დაავადებებმა და ის ვირუსებმა ვიტყვიან რა არ ვიცი ახლა ხო თქვენ გადაწყვიტეთ რა ხდება რა მე ხა წავედ და გემშვიდობეთ თორე რა აზრი ილაპარაკე და შეაყარე კედელს ერთში თი ამბობს ესენი იყვნენ ჩემთანაც როცა საავადმყოფოში ვიწეკი 3 თერმომეტრი გატეხეს 2 წუთში ეს სუნიანი არა ჰიგიენური სტუდენტებით გადავსებული საავადმყოფოში უფრო ცუდად გახდება ადამიანი თან მით უმეტეს თერმომეტრი რო გატეხეს თერმომეტრი როცა გატეხეს იქ მთელი ფანჯრები უნდა გაიღოს აქ ფანჯრებიც კი არ იღება ესე იგი 9 საათი დავტოვე ოთახი
გამოვედი სამზარეულოში ვიყავი, შევედი ისევ იგივე სუნი იდგა. ჩემს ოთახში მეზობელი ოთახიდან შემოსული სიგარეტის სუნი. აქ არც ნიავდებათ, აქ ადამიანი როგორ უნდა მორჩეს. აი ახლა სადაც ფანჯარა ღია ვნახე, იქ დავჯექი და აქ რაღაცეებს ლაპარაკობ რა. ბიჭო, ესეთი რაღაცა მე არ გამიგია, ეს არის სასაკლაო და სასაკლაოზე კიდე მოსული ჯალათები. აი ეს ხალხი როგორ შეიძლება რომ მოატარო ამ ავადმყოფებში გამაგებინე რა. მე არა ვარ, იყვნენ სტუდენტები, მეც ვიყავი სტუდენტი გერმანიაში, ესეთ პატივს არავინ არ მცემდა. განსაკუთრებულ პატივს, რომ აბა თქვენ მობრძანდით და აი რახან ქართველი ხართ და აი გენოციდში არის თქვენი ის აი მობრძანდით და ეგეთ რაღაცას არავინ არ მიკეთებდა. ესენი ბიჭო მიაქვთ მთელი თავის მიწაზე ვერ ეტევიან და ეხა აქ დაატასავებენ აქაურობას. ამაშობიან რა. როგორც ძაღლი ისე აფსმევინებენ აქ რა. არ ვიცი რა. ესენი წამსვლელები არიან. ისენც ისე მოხდეს როგორც ღმერთს უნდა. აი, წავედი მე. ისენ იცოდეთ თერმომეტრი რო გატყდება, ის სითხე კი არ არის საშიში. იმ სითხიდან რა ჰაერიც გამოიყო, აუცილებლად უნდა დაიცალოს ის ოთახი. აუცილებლად სწრაფად თუ ბავშვები არიან განსაკუთრებით, იმიტომ რომ ეს ჰაერი პირდაპირ ბავშვებს ისუნთქება და შემდეგ ფანჯრები გაიღოს ყველგან და ეს ოთახი აღარ ნახოს ერთი დღე ადამიანმა. ეს არის ნორმა, მაგრამ აქ ვინ აკეთებს მაგას? აკეთებს ვინმე და ისიც არ ვიცი აქ რა ხდება საერთოდ რა. ხო. მაგრამ საინტერესო რაღაცეები დავაფიქსირე მე ეხლა აქ ყოფნით. ბევრი საინტერესო რაღაცა მანახა ღმერთმა. ესენი შემოეყარნენ საქართველოში, იმიტომაც გაჩნდა მუნი და 1000 ვირუსიო. რა, სავარაუდოდ კი არა და ეგრეა, აბა. ყველა დავის ქვეყანაში იყოს კარგად რა და აი არ ვიცი რა, მე კიდე ერთხელ გეტყვით რა, არა ვარ მე კაცთ მოძულე და განსაკუთრებით უცხო ქვეყანათა მოძულე, მაგრამ ეს უკვე ზედმეტია ხალხო, ჩვენ მე ვეღარ ვხედავ საავადმყოფოში სადაც მოხვდები, აი გამოიარეთ რა. გაიარეთ იქ ნებისმიერ ადგილზე სადაც არ გაივლით. ამათ ხედავს ხალხი, იმ დღეს ვეკითხებ, ლამაზები მაინც იყვნენ ბიჭო. არ ადამიანებს არ გვანან ზოგიერთი ისეთი მახინჯია რა. დედასპიცა ვარ თუ მახინჯები არ იყვნენ ზოგიერთი რა. ზოგიერთი ისეთი მახინჯია, რომ ვფიქრობ ვირთხის გაკეთებული ხო არ არის, ან კიდე უარესი ვირთხაც ლამაზია თქო რა, ვიძახი რა. ისეთი მახინჯია ზოგიერთი. და რანაირად რა რასის არიან ერთი გამაგებინონ რა. არც მინდა თავი გამანებონ კაცო, ნურც გამაგებინებენ, წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში იყვნენ. სამედიცინო ფორმით დადიან რამდენიმე გაჩერება და მერე განყოფილებაში შედიან ინფექციებზე წუწუნებენ. დედა განუკითხაობაა რა, ეს არის განუკითხაობა. თუ ვინმეს თვალი და ყური აქვს, ის იქნება ფხიზლად დანარჩენებს დაღუპული ხართ დედასპიცა ვარ, მაგარი დაგვახიეს საქართველო რა. თვალთა და ხელშუა აგვახიეს ისე რომ მობრძანდით კი ბატონო დაბრძანდით აი ესე კეთილშობილი სტუმართ მოყარე ხალხის ძახილში. და ბითეშენ აბა მიიღეთ, დაიშვით თავზე და დაიშვით კისერზე. მიდი, აშენდებით აბა რა სიზავთ. რა არაბისაცია ბიჭო. აქ ინდოელები შემოდიან, არაბები მიმიქარავს. იმდენი ინდოელი არის შემოყრილი რა. არაბები ეხლა ჩნდებიან და ინდოელები რო იყვნენ, თვალები დაბნელებული გქონდათ. მე არ გიგონოთ რომ მაგ საკითხებით არ ვარ დაკავებული და არ მადარდებს რა. უბრალოდ ძალიან გვიანია მე რო მიწებზე ვსაუბრობდი, მიწების დაკარგვაზე ჯერ კიდევ ინდოელებზე და სხვა ერის წარმომადგენლებზე 4 წლის წინ ვსაუბრობდი და ეხლა თქვენ გამოფხიზლდით, ხო? კი, ოკეი, და ეხლა მე უნდა გიკრათ ტაში, ხო? კი ბატონო, ეხლა მე დაგიკრავთ ტაში და ეს თქვენ არც დამიკარით ტაში.
აი ესე იყოს, ხო? ესე გაფანტული დაქსაქსული და რაჭველებივით გამოფხიზლებულები რომ ვიქნებით, მე გადავარჩენ საქართველოს? ისევ თქვენ რა გითხარით, ჩვენ საქართველოს გადავარჩენ ესეთი მდგომარეობით. ესენი ყველაზე დალიტების კასტიდანაა თავიანთ ქვეყანაში არ აქვთ უფლება არც სწავლის, არც სხვა კასტებთან ურთიერთობის უფლება, ამიტომაც მორბიან აქ. ეგ ვინ შემოიტანა? ეგ შემოიტანა ვირთხა. მე მგონი სააკაშვილმა დათესა ეგ საზიზღრობა რა. სააკაშვილმა დათესა ჯერ კიდევ მაშინ როცა მეფობდა ჭყალებში ჩავსო. ეგ აი ზუსტად ესეთი დაბალი დონის ისინი შემოგუყარეს აქ რა, ინდოელები და ეგენი ბიჭო თავის ქვეყანაში ისე არიან რომ ვეღარ პოულობენ მიწას, ძირს ჭამენ, იატაკზე ჭამენ, არ ვიცი რა, მანდ რაღაც საშინელებები ხდება, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, მე რა სურათები მაქვს ნანახი. ჯიმი და ალიები უყვართ, ხო? ალბათ ჯერ მიაჩვიეს სერიალები და ეხლა ელოდებიან ლამაზ ჯიმის. ერთი მაინც ხო გამოვა ლამაზ ჯიმი. აქედან, ამ 900,000 ინდოელიდან და ეს უკაცრავად და გადახნავს მე ქართველებს, მოუხნავ ქალებს და ეგ იქნება რა. კაი, წავედი ახლა, ჩემი ინფორმაცია აქედან გააგანდეთ. ეხლა დანარჩენი თქვენი ფიქრით. საშინელებაა რა.